კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებულმა რიგითმა 3 სპეცაზმელმა სპეცოპერაციის ხელმძღვანელი პირების წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენება მისცეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს პროკურორმა და ადვოკატმა პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადეს. სასამართლო მედიისთვის დახურული იყო საქმის არსებითი განხილვა ბრალდებულების დაკითხვით. თბილისის საქალაქო სასამართლოში 15 ივლისს გაგრძელდება. ეგრეთ წოდებული კორტების სპეცოპერაციის საქმეზე პასუხისმგებლობაში მისცეს 12 პირი, მათ შორის სპეცოპერაციის ხელმძღვანელი პირები და რიგითი სპეცაზმელები. რიგითების საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი 7 პირის საქმე, რომლებსაც გაძახყვრალობა ედებათ ბრალად არსებითი განხილვის ეტაპზეა. საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე, საჭირო გახდა პროცესი დახურულიყო. ამის დეტალებს ახლა უბრალოდ ვერ განვმარტავ, არ არის საჭირო. არსებითი განხილვის ეტაპზე ვართ, დაიკითხნენ ბრალდებულები, სამი ბრალდებული დაიკითხა. უბრალოდ ფიზიკურად ვერ მოესწრო. მეტის დაკითხვა ბრალდებულები თავში დამნაშავედ არ ცნობენ. და არ მიმდინარეობს არაფერზე მოლაპარაკება, კონკრეტულად საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკება ჯერჯერობით არ მიმდინარეობს. ანუ ჩვენება მისცეს რეალურად. ჩვენება მისცეს კი რეალურად, არ მათ წინააღმდეგ მისცეს ჩვენება, მათ თქვეს სიმართლე. ანუ რა? ანუ იმ დაკავებულების რომელთა საქმეც გაყოფილია, ხო? მაღალჩინო. კონკრეტულად კი ცალსახად ხსენებულნი იყვნენ. მათ ჩვენებებში გარკვეული შესაძლებელია თანამდებობის პირებს ხსენება ყოფილიყო, აღნიშნულიდან გამომდინარე დასვლის ხარემ დააყენა შუამდგომლობა, რომ დახურულიყო პროცესი. ბრალდების ხარემ მიიჩნევს, რომ ეს მამხილებელი ჩვენებებია და აქედან გამომდინარე ჩვენს დავეთანხმეთ დაცვის იმას და დაიხურა პროცესი. მიცემულია მაღალჩინოსნები ამ საქმეზე პასუხისგებაში და თუ კი ვინმე დამატებით გამოიკვეთება, მათი პასუხისგებლობის საკითხიც გადაწყდება.